მე მარიამ ციმენტია ვარ, ოკულტისტი და ექსტრასენსია და დღეს ვიწყებ ოკულუსის პროექტს. რომ იპოვო ზებუნებრივი ადამიანები, ხო? რა თქმა უნდა. მე რომ ამჯერა. ამ გადაცემის შემდეგ დაიჯერებ. კარგი ბატონო, დავიწყოთ. დავიწყოთ. წავიდეთ. Давай вместе работать будем, вместе работать будем. Хуларში გეშინდა. Прошу тебя о помощи, давай вместе. Через карту. გისურვებ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, რომ შეკრიფავთ თქვენს მთელ გზას და აფეთქებ აქაურობას. მაგრამ შემდეგი გადაცემიდან გაგიკვირდება და მე ვიქნები ძალიან კაცრი. Early this morning, when you knocked upon my door, დღეს სწორედ აი ამ სკილში მოთავსებული ბურთები განსაზღვრავს თქვენს ბედს. ეს ბურთები განასახიერებს 4 სტიქიას: ცეცხლს, მიწას, წყალს და ჰაერს. თქვენ გეძლევათ მხოლოდ 5 წუთი. უნდა გამოიცნოთ ვისი ან რისი ფოტოა კონვერტში. ეს იქნება საკმაოდ რთული შეჯიბრი, ბოლოს გადავლენ ძლიერი მონაწილეები. დაბინდული არის, ყველაფერი დაბინდული არის. მოდის ქალის ენერგია. ზუსტად ვიცი რო კაცია. ძალიან ძლიერი შიში არის ამ ადამიანის. პირდაპირ ტირის. უთხეში დგას სადღაც ტირის. ძალიან განჯება იქ. რა ხდება ნინუშკა? ვიღაცების ემოციებს გზნობ თითქოს გარდავისახე. სილაღე შექმნა ჩემთვის ამ ადამიანმა. აბსოლუტურად ვერ ვიგრძენი ის, რაც ნინუშკამ თქვა. დავგუგლოთ სახში რომ მოხდა. მე მგონი კოალიცია არ უნდა იყოს ჩვენში. ანუ ბრაზდები. ძალიან. მოგესალმებით, მე ვარ კახაბერ შარტავა. მოგესალმებით, მე ვარ მარიამ ციმენტია და თქვენ უყურებთ გადაცემა ოკულუს. დღეს მესამე ეპიზოდია. პირველ 2 ეპიზოდში თქვენ ნახეთ შესარჩევი ტურები. დროა დაუძახოთ ჩვენს მონაწილეებს. დავუძახოთ. You're trying to find the courage to show the rest of the world. მოგესალმებით. პირველ რიგში გილოცავს. თქვენ აქ იმყოფებით სწორედ ის მონაწილეები, რომლებაც 2 შესარჩევი ტური წარმატებით გაიარა და ხართ სრულ უფლებიანი მონაწილეები გადაცემისა ოკულუსი. ეს იქნება საკმაოდ რთული და საინტერესო შეჯიბრი. გადაცემის ბოლოს გადავლენ მარტო ძლიერი მონაწილეები. დღეს თქვენ დაიყოფით 4 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფში 3 მონაწილე იქნება. სწორედ აი ამ სკილში მოთავსებული ბურთები განსაზღვრავს თქვენს ბედს. ეს ბურთები განასახიერებს 4 სტიქიას: ცეცხლს, მიწას, წყალს და ჰაერს. ახლა კი დროა სათითაოდ გამოხვიდეთ და აირჩიოთ
ვის რომელი ბურთი გექნებათ და ვინ რომელ ჯგუფს წარმოადგენთ. წარმატებული. როგორც ვნახეთ, 4 ჯგუფი ჩამოყალიბდა. ვინ არის ცეცხლის სტიქიის ჯგუფში წინ გადმოდგას ერთი ნომერი. ჰაერის სტიქია გთხოვთ გამოდით მიწის სტიქიის წარმომადგენელი. და ახლა კი წყლის სტიქია. კონკურს იწყებს ჰაერის სტიქია. მარიამ. რა გამოცდა მოუმზადე ჩვენს კონკურსანტებს? ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოცდა. მე მაქვს გამზადებული 4 კონვერტი, თითო ჯგუფისთვის 1 კონვერტი იქნება. თითოეულ კონვერტში არის განთავსებული ცნობადი სახის ფოტო. ან შეიძლება AI-ის მიერ შედგენილი ფოტო. მოდი ახლა აურია კონვერტები კი ბატონო. და სანამ შემოვა პირველი ჯგუფი, გაჩვენოთ მაყურებელს თუ რომელი კონვერტი შეხვდა მას. კი ბატონო. და მე ვფიქრობ, რომ მოდი ეს ავარჩიოთ. კი ბატონო, გაჩვენოთ მაყურებელს. სპეციალურად ეხლა ამ კონვერტს დავლუქავთ. დავლუქავთ. რამე რომ არ დაინახონ და თქვენს ხედავთ, რომ კონვერტი გამჭვირვალე არ არის. ავფიქრობა ხელში აიღო. მე ვფიქრობ, რომ კი. დაუძახოთ მონაწილეებს. დაუძახოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. საკმაოდ საპასუხისმგებლო მისია გაქვთ, მინდა გითხრათ. თქვენ ხართ ჰაერის სტიქია, ნინუშკა, ნინო და ამარა. მე გაგაცნობთ წესებს. თქვენ გეძლევათ მხოლოდ 5 წუთი. ზუსტად 5 წუთში ჩვენი ასისტენტები გადაღებას გააჩერებენ. ამ 5 წუთის განმავლობაში მარიამის მიერ მომზადებულ კონვერტში უნდა გამოიცნოთ ვისი ან რისი ფოტოა. შეიძლება იყოს ნივთი, მცენარე, ადამიანი და ასე შემდეგ. ერთმანეთს უყურებთ, ამიტომაც ხართ ჯგუფებად არჩეული და დავალების შესრულების შემდგომ თქვენ გაქვთ ამულეტები, რომელსაც გადასცემთ ერთმანეთს. ანუ თქვენ აირჩევთ თქვენს ლიდერს. როგორც ხედავთ, ერთი ამულეტი მაქვს მე, ერთი ამულეტი აქვს მარიამს. ყველაზე მეტი ამულეტის მფლობელი ხდება ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ შემდეგ გადაცემაში ის პროექტს არ დატოვებს. ალბათ ხვდებით, როგორი საპასუხისმგებლოა ამულეტების მოპოვება. სანამ გადავცემ კონვერტ, მე ვიტყვი, რომ კახაბერი აფასებს სხვანაირად, მე ეზოთერიული კუთხით და თქვენი ნამდვილი შესაძლებლობებით. წარმატებებს გისურვებთ. კარგით, თქვენ შეგიძლიათ დაიკავოთ გვერდით სკამები. ნინუშკა, როდესაც იქნები მზად, გვეტყვი ვარ მზად, ჩაირთვება წამზომი და ზუსტად გექნება 5 წუთი. სად ვარ? წარმატებები. მადლობა. აი ხო შეიძლება ერთხელ რაღაც პოზიტიური ის იყოს კონვერტში, ყუთში და ასე შემდეგ. ეს არ არის პოზიტიური, გული ამიჩქარდა და აი აქ მიჭერს ახლა ძალიან მაგრად. ადამიანი თავის ცხოვრებაში ქონდა რაღაცნაირი აი კარმულ პერიოდს ვეძახით ამას რა. რაღაცა კარმულად მძიმე პერიოდი, როდესაც აბსოლუტურად ყველანაირი იმედი დაკარგა ადამიანმა.
არავინ არ ყავს ფინანსურად ცუდად არის, ხელი ჩაიქნია ყველაფერზე. აი რაღაცა ესეთი მომენტი აქვს და მე ბრახ რაღაცა იდეა მოდის, ადამიანი მოდის, ქალი მოდის, კაცი მოდის მის ცხოვრებაში. და ფიქრობს ფინანსებზე და წინსვლაზე. მერე იცვლება მისი სიტუაცია, მისი ცხოვრება იცვლება. პენტაკლების 2 არის, ეს არის გაორება, რაღაცა მომენტში, აი ცუდად ვიყავი, დეპრესიაში ვიყავი, რაღაცა უღმა მაქვს შიგნით, იმიტომ რომ მეგობრები აღარ მყავს, არავინ აღარ მყავს. რაღაცნაირი იმედგაცრუება ყველაფერზე საერთოდ და ბრახ გამოჩნდა ადამიანი, პენტაკლების მეფე ამოდის, ვიღაცა მამაკაცი, ვინც მეხმარება, რომ რაღაცა ფინანსურად წინ წავიდე, რაღაცა იდეები. ამოდის იმპერატრიცა, ვიღაცა ქალი, ზემოქმედებით ჩემზე, რაღაცა ზემოქმედება მაქვს და რაღაცა გზა. რაღაცნაირი ეგოცენტრიკი, რაღაცნაირად აი დაბურული გონება აქვს, რაღაცნაირად თითქოს აი გარდავისახე და სხვანაირად ვიყურები და აგრესიული ვარ, აი რაღაცნაირად სუდი როჟა ვარ, მაგარი ყველა კიდი არ ვიცი შეიძლება ვთქვა ეს, აი მე კიდია ყველა, ოღონდ მე ვიყო კარგად, ოღონდ მე ვიშავო რაღაცა, ოღონდ მე გავაკეთო და ესე იგი ეს ფული შოვნა საიდან მოდის? სიბინძურე მოდის აქედან. ვერ ხვდები ნარკოტიკები არა მე თუ რა არის. სიბინძურე, დაბალი ვიბრაციები. ადამიანები გულისტკენა, ტირილი, იმედგაცრუება, შეიძლება დობას პოულობს, მოიპოვა ადამიანების რაღაცნაირად და მერე ბრახ, გულისტკენა, რაღაცა ისეთი მომენტები. რა ხდება ნინუშკა? რაღაცების ემოციებს გრძნობ, თითქოს რაღაცა შიში არის, ძალიან ძლიერი შიში არის ამ ადამიანის და თითქოს აი დაბინდული არის, ყველაფერი დაბინდული არის. ეპშტეინის ფაილები ხო არ არის ამაში, იმიტომ რომ ნარკოტიკი, რაღაცა ძალადობა, დაბინდული გონება, ფულის შოვნა, რაღაცა აი ყველაფერი საზიზღრობა, რაც კი არსებობს, ეგეთი ამოვიდა. წარსულში რატო საუბრობთ? არ ვიცი. ეხლა ხდება ეგეთი რაღაცა? გარდაცვლილია? მამაკაცია, ქალია? კაცი? მამაკაცური ენერგია. ან ქალი არის, რომელსაც მამაკაცური ენერგეტიკა აქვს ძალიან, მაგრამ უფრო კაცი მგონია, კაცი არის. დიდი მადლობა. მე ვფიქრობ საკმარისია. ძალიან დიდი მადლობა. ნინო. წარმატებებს გისურვებთ. წამზომით ჩაირთო. ჩემი შეგრძნებით მოდის ქალის ენერგია. ჩემთვის სიმშვიდეა. ღია ფერებში უყვარდა ჩაცმა. ზაფხულის ასოციაცია მაქვს. ქმნიდა რაღაცებს, აი შეიძლება ფოტოები. იმიტომ რომ დარჩა ეს ყველაფერი. არ ვიცი იმ პერიოდში ვხედავ, როდესაც ძალიან ლაღი იყო. ვხედავ მის ერთ-ერთ ეპიზოდს, ზაფხულია, მინდორში, აი ლაღად, ძალიან მსუბუქი ენერგია ჩემთვის. რაღაცა ღია ფერებში არის ეს ქალი აშკარად. შეიძლება ხატავდა, იმიტომ რომ ბუნებაში, აი რაღაცა სურათებს
ქმნის. შეიძლება ბუნების ხატვა უყვარდა, არ ვიცი. არ უნდა იყოს ახლა ცოცხალი. საკმარისია? კი. მადლობა, თქვენ ამბობთ ქალი, სავარაუდოდ გარდაცვლილი და როგორც მოგთი შემოქმედი. კი. დიდი მადლობა ნინო. გთხოვთ გაუცვალოთ ამარას ადგილი. ამარა წამზომი ჩაერთო, წარმატებას გისურვებთ. შენთვის ჩვენნაირი ადამიანებისთვის ხონერად არის, როდესაც ადამიანი შედის ტრანსში და სუნავს სუნით ჩვენი ბევრ ამას ხვდებით. ზუსტად ვიცი რო კაცია. ვერ ვიგებ ბავშვია თან მე მგონი მაცადეთ ერთი წუთი. ძალიან მძიმე ბავშვობა ქონდა კაცია ოღონდ. ძალიან მძიმე ტრავმირებული ბავშვობით არის. კაცრი მშობლები მეც ვყავდა, მაგრამ აქ ძალიან მძიმე. პირდაპირ ტირის კუთხეში დგას სადღაც ტირის რაღაც მშობლები აი შრომობს ბავშვობიდან შრომობდა არ არის ცოცხალი რეიუიძებს ჯერ ბნელა, ისე დროს იღვიძებს. ძალიან იტანჯება. ჩემ შულს ამასაკში ხელის გულზე ვატარებდი, ეს ძალიან იტანჯება, ძალიან მძიმეა. ბევრი შრომით მიდის, ოღონდ აღწევს. კი, ცნობილია. ძალიან ცნობილი ადამიანი იყო. ქმნის შემოქმედებასთან არის დაკავშირებული. რაღაცა ისეც, რაცაც ბავშვებისთვის აკეთებს. რომ აი ოცნებობდა თითქოს ამაზე და მერე როდესაც დიდასაკში აკეთებს იგივეს. ანუ ბავშვური საქმიანობით არის დაკავებული, ოღონდ სხვებისთვის აკეთებს, თავისთვის არ აკეთებს. დრო არ მოიწურა. თქვენ როგორც ამბობთ, მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა მძიმე ბავშვობა. დამატებთ რამეს? კითხეთ. და გიპასუხებთ მე კონკრეტულად. ყველაფერი მივიღე და გასაგებია ჩემთვის. არა, ჩემთვისაც საკმარისია. საკმარისია. თუ შეიძლება მობრძანდით და სამივე დადეკით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. პირველ რიგში სამივეს ძალიან დიდი მადლობა. სანამ გახსნით და იხილავთ კონვერტში ვისი ფოტოა, ან რისი ფოტოა, მანამდე აი ესე უბრალოდ დახურული მეთოდით ერთმანეთს უნდა გადასცეთ ამულეტი. ამულეტი შეგახსენებთ, რომ არის ხმა. თქვენი მოსაზრება, რომელი მონაწილე იყო ყველაზე ძლიერი? დავიწყოთ ნინუშკა თქვენი შეფასებით. მაინც და მაინც იმას უნდა მივაწოდო, ვინც ყველაზე ძლიერი იყო, თუ აი იქნებ მინდა რომ დავეხმარო, დავხვდები რომ ეხა დაბნეულო. შენი გადაწყვეტილება, მაგრამ იცოდე, რომ ის შემდეგ გადაცემაში პროექტს არ დატოვებს და შეიძლება მის ნაცვლად პროექტი დატოვოს ძლიერმა. ჩემ ხმას შენ გაძლევ. რატომ? იმიტომ რომ
ძალიან ნერვიულობდა და იგრძნობოდა რომ ნერვიულობდა და რომ ნერვიულობ ძალიან შეიძლება ემოქმედა მის შედეგზე და ამიტომ მინდა დავეხმარო და შემდეგში ფიქრობ უფრო გაიხსნება. თქვენი გადაწყვეტილება, თუმცა თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი დავალება გაქვთ, რომ მე მჯერა მისი და მჯერა რომ ძალიან ძლიერი არის. ამარა თქვენ ვის ირჩევთ? მეც ვაძლევ ნინოს ჩემს ამულეტს, იმიტომ რომ ნინო ამბობდა რომ ეს ადამიანი ქმნიდა, მე ზუსტად იგივე ხედვა მქონდა რომ ქმნიდა რაღაცა სილაღე შექმნა ჩემთვის ამ ადამიანმა და აბსოლუტურად ვერ ვიგრძენი ის რაც ნინოშ გამთქვა. ჩემთვის იყო ძალიან დადებითი ადამიანი და ჩემი ამულეტი. პირველ რიგში დიდი მადლობა, ორივეს ძალიან დიდი მადლობა. მართლა ვღელავდი, მაგრამ თქვი ის რაც წამოვიდა, ჩემს ამულეტს გადავცემ ადამიანს, რომლის წაკითხვის მეთოდიც ჩემთან ახლოს არის. ფიქრობ, რომ ერთნაირად გრძნობთ, ერთი მეთოდით გრძნობ ორივე და ეს არის ამარა. როგორც ხედავთ, ჩემო კარგო ადამიანებო, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეგობრობენ და უფრო იცნობენ ერთმანეთს და მე რაღაცა გარიყული ბავშვი ვიქნები ახლა აი ამ წრეში და არ მინდა ეგრე რო იყოს. ამიტომ გითხარი, ნინუშკა, დაუკვირდი ვის გადასცემ შენს ხმას? არა, ისევ რომ დაბრუნდეს დრო, ისევ გადავცემდი ნინოს. მართლა? კი. კარგით. ერთი ხმა გაქვთ თქვენ, ორი ხმა გაქვთ თქვენ. მარიამ, ჩვენი ხმების დროა. რა თქმა უნდა. სიმართლე გითხრათ, მე როგორ ჯიური პირდაპირ გეტყვით, ორივე ხმას ჩამოგართმევდით და გადავანაწილებდი აი ამ ორ მონაწილეზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჟიური რის ჟიურია, რომ თანაბრად არ განიხილა ის თუ როგორ იმუშავეთ თქვენ. კიდევ ერთხელ ვწმუნდები, რომ სიკეთე ხანდახან ისჯება. სიკეთე ხშირად დასჯადია. არა. მე თქვენ ამ ხმას არ გადმოგცემთ, იმიტომ კი არა რომ არასწორად იმუშავეთ ან შეცდით. იმიტომ რომ ყოველთვის გახსოვდეთ, თამაში არის თამაში. და როდესაც თქვენ ხმას გადასცემთ ვინმეს, უნდა იცოდეთ რომ შეიძლება იმან ხვალ თქვენი ადგილი დაიკავოს. ამ ამულეტს გადმოგცემთ თქვენ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად იმუშავეთ. ასე რომ ჩემი ხმა თქვენ. ძალიან აქვე ვიტყვი ერთ რამეს, როდესაც ხმის გადაცემა ხდება, ჩემთვის ხმის გადაცემაც თამაშის ნაწილია. ალბათ ხვდები რას ვამბობ. ჩემგან ეს შენ სასჯელა. გასაგებია. მე ჩემს მოსაზრებას ვიტყვი. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერები იყვნენ დღეს, ეს იყო ამარა და ნინუშკა. დიახ. ნინო შეიძლება ნერვიულობდა, მაგრამ ამ ხმას მე ნინუშკას გადავცემ. იმსახურებს. ნამდვილად. თქვენ ხართ ორივე ლიდერი ჯგუფში, ხოლო ნინუშკამ ასე ვთქვათ, თავს გაუჩანით. როგორც ყოველთვის. კარგით, ამ ორიდან ლიდერის გამოსავლენად ცალკე პატარა ამბავი ხო არ მოვაწყოთ თუ ამ ეტაპზე ვაპატიოთ და ორივე ლიდერი იყოს? მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი რეალური ლიდერი იყო ნინუშკა და ამარა. დიახ. მაგრამ ყველაფერი ისე დაალაგდა, ეს ყველაფერი ბეძია დამოკიდებული და იყოს ეგრე? იყოს ასე და შევხედოთ როგორ იმუშავებთ შემდეგ გადაცემაში. შემდეგ გადაცემაში თქვენ ორს გაქვთ ვეტო. ნინუშკა, თქვენ კი მოგიწევთ ბრძოლა, რაც მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ სიამოვნებით უყურებთ თქვენს ბრძოლებს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიანაც კარგად გამოვა. გახსენით კონვერტი და ნახეთ ვინ იყო შიგნით. ამ ადამიანს ჰქონდა ძალიან მძიმე ბავშვობა. მამა ძალიან მკაცრად ექცეოდა და მან შექმნა ისეთი რამ, რაც მთელი ცხოვრება არ უნდა. ეს სიტყვები ძალიან კარგად დამომახსოვრდა თქვენი ნათქვამ. ეს ადამიანი იყო საკმაოდ აგრესიული პერსონა და ძალიან ცუდი ისტორიები დადის ამ ადამიანზე. ეს არის Walt Disney. Disney, ხო? უკაცრავად ეს პედოფილი არისო?
ეგრევე მზის არკანი ამომივიდა, რაც ნიშნავს, რომ არის პედოფილია. სხვათა შორის მე ძალიან მომეწონა, რომ თქვენ ძალიან კარგად გახსენით სხვადასხვა მხარე. აი ძალიან დიდი სასწაული მოხდა. თქვენ და ამარამ ორივემ ძალიან კარგად იმუშავეთ. თუმცა დღეს ქულების გადაცემის დროს არ იყავით გულწრფელები. მე გულწრფელი ვარ ყოველთვის, ფარისეველი არასდროს ვიქნები და აი ამას მიაკარებდით თუ არა თქვენ ბავშვს. ეს პოზიტიური პერსონაჟია. ეგრე არ არის ბავშვის მიკარება, მე რაც თქვი მისმენდით? დიახ, გისმენდით. ანუ საერთოდ არ ვეთანხმებიო ნინუშკასო და რატო არ მეთანხმებით? იმიტომ რომ ვერ დავინახე ნეგატივი. ხო. რაც დავინახე ეს თუჩი. კარგით, დავგუგლოთ სახში რომ მივიღოთ ან ChatGPT-ს ვკითხოთ. ბევრი გვალოდება წინ ბრძოლა და ნუბრაზდები. არ უბრაზდები. ესეთი ვარ. ესე იგი სულ გაბრაზებული. არ ვარ სულ გაბრაზებული, ესეთი ხასიათი მაქვს და პირში ვეუბნები ყველაფერს. ბოღმას არ მინახო, მე არავალ და იქ ჭორობას არ დავიწყებ. ამიტომ მირჩენია პირში გესაუბრეთ. და უმეჭორა, ხა შემომხედა. არ ვიცი. წვენი. ძალიან. ანუ მე ვიფიქრე რომ ერთი ჯგუფი ვარ და პირიქით შეკრულები ვართ ძალიან საყვარლად და თუ ესე არ არის უნდა ვიცოდე. არა ხა აქ დაიხატა ისეთი სურათი რომ თითქოს მე ნინუშკას სპეციალურად რაღაცა დავძირე და ვთქვათ ნინას იმიტომ რომ მეგობრები ხართო. აი მართლა არ არის ესე. რატომ ნინოს? თავიდანვე იყო ეს მოთხოვნა რომ რატომ აწლი ყურადღებით იყავ. მე მართლა ვერ დავინახე ეს ნეგატივი მხარე ვერ დავინახე. ყურე ნინამ თქვა სილაღე და ჩემთვის ამ მე რაც დავინახე რომ შექმნა რაღაცა თქვა აი ხომ ისმენდი ის უფრო ახლოს ყენტო ვერ დავინახე შენი ხედვა მე ვერ დავინახე ხა თუ გუნდურობაზეა ხო შეგვიძლია გუნდურადაც ვიმუშაოთ ესეც შემიძლია ყველაფერი გამიკეთებია ხო ანუ და შემიძლია მარტოს ყოფნა და მეც ანუ თქვენ ხმა არ მოგეცეთ ნინოს მივეცი ეგრე თქვენ შეგეძლოთ რომ გაბრაზებულიყავით ცოტა ეჭვიანი ვარ და ვიეჭვიანე მე მგონი კოალიცია არ უნდა იყოს ჩვენში არა ხო აი ეგ მაინტერესებს თქვენთან მაქვს კითხვა ამ ორი მონაწილედან ვინ იმუშავა ყველაზე სწორად ჩემ გვერდზე მდგომა ამარა ნინოშკა ამაში ასე კი ბატონო, Walt Disney იყო ცნობადი, თქვენ იცით რა კუთხით. ძალიან ბევრი ბავშვი დადის დღემდე Disney სკოლაშიც, არის სამსახიობო სკოლა და ასე შემდეგ, მაგრამ იყო კიდევ ძალიან დიდი ქვეტექსტი, რომელიც ამ ადამიანს ახასიათებს. იყო გარკვეულ დაჯგუფებაში, სადაც საკმაოდ ცუდად ექცეოდნენ ადამიანებს და ბავშვებს და თანაც ცნობადი იყო თავისი საზიზღარი ხასიათით, იყო ძალიან დიდი აგრესორი და ორივე სახეს ატარებდა. ნიღაბს, როგორც ასეც. პარალელურად მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო იყო მისი ბავშვობის ისტორია. ძალიან დიდი მადლობა გოგოებო. შემდეგ ტურში აუცილებლად უფრო ცეცხლოვანი ბრძოლა გექნება და წარმატებებს გისურვებთ. და გააკეთეთ აუცილებლად სტრატეგიული ნაბიჯები. სხვაგვარად არ გამოვა. როგორც იტყვიან, ხანდახან უნდა იყო ეგოცენტრიკი. დროა წარმოგიდგინოთ შემდეგი მონაწილეები: ნათია, მარიამი, მანჩო, წყლის სტიქია. აქ არის თქვენი დავალება. თქვენ უკვე წესები იცით, ასე რომ შეგვიძლია დავიწყოთ. ვინ იქნება პირველი? მარიამ, გადაეცი პირდაპირ კონვერტი. არტყას ვცნობ. აი რაღაცა უეცარი ხდება. აი ყველაფერი აი აქ მოდის.
მისი სტილი არკანი. ხო მეც მაინტერესებს. დიდი კონფლიქტი თითქოს აი ეს უნდა ყოფილიყო, რაღაცა დაგეგმილი იყო, ჩემთან ავარია მოდის, ან რაღაცა სარტყმა, ან ჩხუბი, ან რაღაც მასაც ხედავ. შეიწირა, რაღაცა შეიწირა, რაღაცის გამო, ან ვიღაც, ან რაღაც. ადამიანს ხედავ დიდი ტრადიციებით, ან რაღაცის თუ ჯერა, აი ძალიან სჯერა და აი ყველაფერს იზავს იმისთვის, რომ აი რაც ჯერა რომ დაიცვას. მაგრამ იმედები გაუცრუეს. მის გარშემო ვის თანაც ჭიქას აჭახუნებდა. ეგ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბოლოს ამ უბედურებაში ესე გადაიყვანეს. ასევე ვხედავ რაღაცა სასიყვარულო ურთიერთობები, რომ აი მიდის და ციკლზე არის. მაგრამ ამასთან თითქოს ვერ ვაკავშირებ. ეს სხვა თემაა. სასიყვარულო ურთიერთობები სხვა თემა არის. აქ არის იმედგაცრუება, აქ არის რომ ზურგში ჩაარჭეს, იმის მიუხედავად რომ ადამიანი ესეთი კარგი ადამიანია და იმედები გაუცრუეს და ხედავ რომ რაღაცა ძალიან ნეგატიური მოყვა ამ ყველაფერს. ერთი ქალი ჩანს ძალიან ჭკვიანი, რომელიც ამ ყველაფერთან დაკავშირებული არის. ოპა. საწყალი. დაამატებთ რამეს? რაღაცები დგას, ამას დავამატებ. თითქოს ან ხეები, ან თქვა შენობები, ან რაღაცა ხედავ რომ ესე დგას რაღაცები. ამას დავამატებ და მე დავასრულებ. მანჩ მე ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. კარტი გეხმარება მუშაობის პროცესში. როგორ ფიქრობთ, კარტის გარეშე შეძლებდით ხედვას, ანუ ხედავთ კარტის გარეშე? Sometimes in life there are things that don't go your way. დავინახავდი იმას, რომ რაღაცა კონფლიქტური მოხდა. How many times can we fall? დავინახავდი, რომ რაღაცა იმედები გაუცრუეს და ასე შემდეგ, მაგრამ მთლიან ისტორიას აი ესე დეტალურად შეიძლება გამიჭირდებოდა ოდნავ. მაგრამ დაარჩენი თავიდანვე ვიგზენით კარტის გარეშე და შემდეგ ამან დამეხმარა. და კახაბერს პროცესის დროს ქონდა კითხვა. რამოდენიმეჯერ გადმოგივარდათ კარტი და უკან დააბრუნეთ. და მე როგორც ვიცი, მე დიდად არ ვარ გაცნობიერებული ამ საკითხში, მაგრამ როგორც ვიცი, როდესაც კარტი ამოვარდება, ესო ნიშანიაო და რატომ არ მიაქციათ ამას ყურადღება? ზოგი კარტი რომ ამოვიდა და მანამდე ვიგზენი. იყო. კი ვიცი და ზოგი კარტი რომელიც ამოვიდა და ვიგზენი რომ სწორი კარტია, მე ავიღე. და რასაც ვცნობ რომ არ არის სწორი, მე ჩემ თავს ვენდობი უფრო. რაც მეკითხარი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. მე ძალიან მომწონს და გამოვყოფდი ჩვენი მონაწილეებიდან მანჩის აი პირველივე წუთიდან, როგორც დაიწყო მან. არ აქვს მნიშვნელობა პრაქტიკოსი რამეს ინსტრუმენტს იყენებს, არ იყენებს, ყველა ერთნაირად არ მუშაობს და ეს არის აბსოლუტურად მისაღებია. მე გამოვყოფდი მანჩის, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ის, რასაც ვხედავ მანჩიში. გძნობ აი როგორ იწვიანი ენერგეტიკა პირდაპირ იგრძნობა მისგან და ძალიან მაგარია ეს და წარმატებები მანჩის. გაუცვალეთ ადგილი შემდეგ მონაწილეს. 1, 2, წავიდა. წამზომი ჩაერთო, გააქვთ 5 წუთი. ეს არის ქალი მეგონა, მაგრამ ქალები ბევრად კარგები და ჰუმანურები ვართ. ეს არის ადამიანი თავისი აზრით, იდეაში მორალურად და ზნეობრივად შესაძლებელია დაეთანხმო, მაგრამ მისი მხრიდან ადგილი ექნებოდა ძალიან დიდ მანიპულაციურ ზეგავლენას მასაზე. კაცია, ეს ადამიანი კარგად ერკვეოდა მაგიაში და ყავდა დამხმარეები. ყველა შემთხვევაში აქვს ნიშანი, ხალი უნდა კონდეს.
ეს ადამიანი უნდა იყოს დაკავშირებული მასების მართვასთან. მაგალითისთვის რომ გითხრათ, აი მე რომ ახლა აქ ვიყო და ძალიან დიდ პუბლიკას რაღაცას ვუმტკიცებდე და აი ესეთი ნიშნებები, ესეთი რაღაცები. ამ ადამიანმა შექმნა რაღაც თავისი იდეოლოგია, ანუ მე რომ ყავდეს რაღაც მაგალითად მატრიცის და ნუგიარ თერაპიის რაღაც სინთეზი და ჩემი მინდევრები ყავდეს. ამ მინდევრების შეკვრაზე მუშაობდა. არ გამოირჩეოდა კეთილშობილებით, მე ძალიან მომწონს ეს გოგო, მაგრამ ვერ დავეთანხმები, რომ ანუ ნახეთ ერთია კეთილშობილება და მეორე რა ეწირება ამ ყველაფერს და ვინ ეწირება ამ ყველაფერს, რომ მე ჩემი პირადი მიზნებისთვის და აი ესე რომ მინდა, ესე არ მოსულა. არ შეეძლო თხოვნა. მისი ტონი იყო მოთხოვნა. ვთქვით, თქვენ ამბობთ, რომ არის მამაკაცი უპირობოდ, მაგრამ ამ მამაკაცს თქვენ არ ეთანხმებით, რომ კეთილშობილური ბიზნები შეიძლება გქონდეს, მაგრამ გააჩინა მსხვერპლს. ანუ მაგალითისთვის მე რაღაც გარკვეულ უნარებს ვფლობ. ეს უნარები მომეცა არა იმიტომ, რომ манипулირება მოვახდინო ადამიანებზე, არამედ იმიტომ, რომ მათ სარგებელი მოვუტანო. მას შეიძლება თავად სჯეროდა, რომ მისი იდეოლოგია აბსოლუტურად სწორი იყო და მიმართულებას, მაგრამ მე ვფიქრობ, შეეძლო მეტი დიპლომატია გამოეჩინა, შიშს იწევდა. ანუ ცოცხალია. იწევდა, არა, ვერ ვგრძნობ და ცოცხალი. მე აღარ მაქვს კითხვები. ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია. ძალიან დიდი მადლობა მარიამ. გთხოვთ გავუცვალოთ შემდეგ მონაწილეს ადგილი. ანუ ჩვენი როგორც განსხვავებული ადამიანების ნიჭები მდგომარეობს იმაში, რომ აღმოფხვრათ საფრთხეები. მე საკმარისად კარგი მასწავლებელი მყავდა, რომ გამეაზრებინა, რომ თუ ორთა ბრძოლაში შედიხარ და ეს პირდაპირ მნიშვნელობით ომი არ არის, ენერგიას ფლანგავ. ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს ენერგიას და სხვის უფლებებსაც. პირდაპირ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია გარდა პროფესიონალიზმისა და განათლებისა, ადამიანის ემპათიური ბუნება სხვისი ტკივილის მიმართ. თავარი ჩვენ სფეროშიც და სხვა სფეროშიც არის ემპათია, სიყვარული. წამზომი ჩაერთოთ, თქვენ გაქვთ 5 წუთი. ეს არის ობსიდიანის სარკე. ობსიდიანი კი ეს არის მისტიური სარკე, ამას იყენებენ ძირითადად ჯადოქრები, პრაქტიკოსები და სხვადასხვა რიტუალურ პრაქტიკებისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში სავარაუდოდ მე ვფიქრობ, რომ ცდილობს ამ ობსიდიანის დახმარებით გაიგოს ინფორმაცია, ამ ანარეკლში დაინახოს არცი. და სხვადასხვა ობსიდიანს შეუძლია რომ მოეზიდოს სულები, დემონური ენერგიები, ანგელოზებსაც. კიდევ რა ემართება? ჯადვალე სპირიტუალური სეანსია ახლა. სავარაუდოდ ხო. მამაკაცია ეს კაცი. არ არის ცოცხალი. ძალიან გამიკვირდება თუ ცოცხალი იქნება. არ მოდის. ცივად არის. კარგი მეტყველების უნარი, კარგი გონება, კარგად ლაპარაკობს, გადმოცემის უნარი აქვს. საკმაოდ მოსმენაც არის, უსმენდნენ. ფეხები ცით როგორია აქვს? ფოტოს ხედავ, რაღაცნაირად დგას. ფეხები გარეთ გატანილად. დგომა ახლოდკან რაღაც მსგავსად აქვს. თავზე თავის ტკივილები შეიძლება შაკიკიც მსგავსი არის. ქონდა პირადი. იცით, მაინც მარტოსულია. ბიოლოგიური შვილები გავსი არა, მაგრამ მე მყავს შვილები, მაგრამ არა თავისი, რაღაც მასიურად
შვილები. არა თავისი? არა თავისი, მაგრამ ყავს მე სხვა შვილები, როგორც პედაგოგები ამბობენ. შვილები. აი მსგავსად არის. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ თავისი შვილები არ ყავთ? არა. რაც შეეხება პირადი, საპირისპიროდ თვითონ ძლიერი, მოქმედი, ნაზი, შვიდი, გაწონასწორებული ტიპის ქალი. ლაპარაკი, ჭორები, ბევრი, სიცილით დასცინოდნენ, შეიძლება ასე ვთქვათ, ამ ადამიანებს. ვიზუალი არ არის ძალიან მაღალი. შეწყვეტილი სიმღერა, გაწყვეტილი სიმღერა. კანის სტრუქტურა არ ქონდა სწორი, გლუვი. შესაძლებელია ან დაბალი წვერი ეტაპობრივად რაღაცნაირად ქონდა. მანერული ადამიანი იყო. ხელების ქნება, საუბრის მანერა ასეთი ჰქონდა. ეს ადამიანი დაბერებული არ ყოფილა. შუახნის არის. მუშაობის დროს ყველაზე მეტად არა მხოლოდ მე, სხვა მონაწილეებსაც დარწმუნებული ვარ, თუმცა მხოლოდ ახლა ჩემს სახელით ვისაუბრებ, დრო არის ცოტა შეზღუდული, ასე ვთქვათ, აი ცოტა მეტი დრო რომ იყოს, უფრო ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ინფორმაციას ამოვიღებთ, რადგან მობილიზაციისთვის გვჭირდება ჩვენ დრო, ვინც ახლა უყურებს, მისთვის შეიძლება ეს რაღაცა ძალიან მარტივი რამე იყოს, სინამდვილეში დიდი სტრესი, მუშაობა არის საჭირო, რომ ინფორმაცია ამოიღო და წაიკითხო. პროექტში მხოლოდ დროს დამატებას ვითხოვდი. ნათია, თქვენი დრო ამოიწურა. რა შეგიძლიათ რომ დაამატოთ? ფიქრობ, რაც დავინახე ამ დროში ეს არის. მაგია ჩემს არის ძალიან ბევრი რამე. მაგია არის ძალა რა არის, ხო? ძალა გადმოგვეცემა ან წინაპრებისგან, ან მეორე არის კონტრაქტნიკები რო ქვიათ. კონტრაქტნიკებითგან იმათ არა აქვთ ძალა, აქვთ, მაგრამ იქ ბევრად სხვა ამბავია. იქ არის თემა, რომ ისინი აკონტრაქტებენ ვიღაცაებთან და ეს არ არიან ახლა ნახატებიდან თეთრფრთიანი ანგელოზები, როგორც გონია ძალიან დიდი ბოდიშკოლასთან, მაგრამ ესეა. შესაბამისად, მაგია ძალიან სპეციფიურია. და როდესაც აქ უკვე სხვა თამაში იწყება, karma is not a beach. Karma არის ძალიან მაგარი ვინმე რეალურად. ის მუშაობს და ძალიან კარგად მუშაობს თან, ვისაც ეს ყველაფერი საგვარეულოდან აქვს, წინაპრებიდან აქვს, ასე რომ ყველასთავის არჩევანი აქვს. გთხოვთ მობრძანდეთ ყველანი მაგიდასთან. გთხოვთ მოიმარჯოთ თქვენი აი ეს ულამაზესი ნატურალური ქვებია, ხო მარიამ? კი, ნატურალური ქვების ამულეტები. წესები უკვე იცით. ჩემთვის საინტერესოა დავიწყოთ პირველი მონაწილედან. მანჩი, ვის გადასცემს თქვენს ხვას და რატომ? ძალიან ძნელი გადაწყვეტილებაა ჩემთვის, იმიტომ რომ ორივე თქვა ისეთი რაღაცა, რასაც ვეთანხმები. რაზე ეთანხმებით? ნათიას ვეთანხმებოდი, რომ მეც ვიღაცა ქალს ვხედავდი, უბრალოდ ვერ ავხსენი რანაირად არის ქალი კავშირში, მაგრამ აი რაღაც ქალი არის მანდ. მაგაზე და მარიამს ასევე ვეთანხმებოდი, აი ესეთ ხასიათზე რო თქვა, აი ეს დავინახე, აი ზუსტად მე რომ მქონდა ამ ადამიანს. მაგრამ თქვენ ხმას ვის აძლევთ? ძნელი არის, მაგრამ ჩემ ხმას ვაძლევ ნათიას. რატომ? რამ გადაწონა? ძალიან დიდი მადლობა. რაღაცაზე დავეთანხმე. აი რაც ქალი რო დაინახა და მარიამის სამუშაო ძალიან მომეწონა, აი ყველაფერი ძალიან კარგი იყო, უბრალოდ აი ერთი რაღაცა იყო, რაც დავეთანხმე და მე რაღაცაზე ვეთანხმებოდი ნათიას თითქოს. მადლობა. მადლობა. მეორე მონაწილე. პირველესად ძალიან დიდი მადლობა ჩემ გუნდს. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რა იქნება ამ კონვერტში, იმდენად დიდი სევდა და ნეგატივი და სირთულე მოდის, რომ ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ, ისე რომ სხვები ვერ ხედავენ და ჩემი დიდი პატივისცემა ორივეს. რაც შეეხება უშუალოდ თუ აუცილებელია ეს პროცესი, რომ მე თქვა ჩემი აზრით დავაფიქსირო, შევეცდები ვიყო უფრო პრაქტიკული და სამართლიანი რა კუთხით, რაში ვხედავ მე სამართლიანობას.
ძალიან სწორი მიგნებები იყო, თუმცა თანხმდებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტაროს კითხვა მეც ვიცი და თქვათ მატრიცების კითხვა ძალიან გამიმარტივებდა ნებისმიერ საქმეს, როგორც სამუშაო, ჩატარებული სამუშაოს სირთულე, ნათიასი უფრო რთულად იქნებოდა შესასრულებელი. თუმცა არ ვარყოფ, რომ ნებისმიერი მანტიკის საშუალება, რომელსაც კარგი სპეციალისტი, ასე ვთქვათ, მართავს და აძლევს მიმართულებას, რა თქმა უნდა, აქვს ნიშა. მე აქ უბრალოდ ვაფასებ იმ მონაცემს, რა ენერგიის ჩადება უწევს პრაქტიკოს იმისთვის, რომ გარკვეული ინფორმაცია გამოიტანოს. ამიტომ ჩემი ხმა ნათიასია. ისმენ პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა თქვა გადაგიხადოთ ასეთი ძალიან საინტერესო პროექტი, როგორც საშუალება ჩვენ თავები გამოვამჟღავნოთ, გავაცნოთ ქართულ საზოგადოებას, ამისათვის ალბათ მადლობა არ გვეყოფა. რაც შეეხება დღევანდელ მუშაობას, მადლობელი ვარ, ძალიან კაი გოგოები შემხვდნენ. შეფასებთან შეეხება მანჩი სხვა მხრიდან დაინახა, სხვათა შორის ძალიან საინტერესოდ, უფრო შორს წავიდა, ხოლო მარიმ შინაგანი სამყარო დაინახა. დაინახა რა იცით? ხო ვნახე მისი მუშაობა. და თქვენ იცით რომ იმ ადამიანის შინაგანი სამყარო ასეთი იყო? ნახეთ როგორ არის კერძოებული ხო არ ხართ? არანაირ არც ერთთან და არც მეორესთან აბსოლუტურად. ვეთანხმებოდი მანჩის რაღაცებში, მარისაც დავეთანხმე, ამიტომ ორივეს მადლობა რომ კარგად ვიმუშავეთ ერთად. ხმას ვის აძლევთ? ხმა მე უნდა მივცე, ეხლა ვის? ჩემ ხმას მივცე მანჩის. ჩვენი დროა. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენი ხმის მიცემის დროა. და მე მინდა გითხრათ, რომ მართლა ძალიან კარგები იყავით. ყველა განსაკუთრებულად, ინდივიდუალურად სხვადასხვა მხარეები დაინახეთ. თავისებური მიდგომა ყველას ჰქონდა. მაგრამ რადგან ხმის მიცემის დროა და მე დარწმუნებული ვარ კახაბერ შარტავას გადაწყვეტილებაში, იმისათვის რომ დავაბალანსო ეს სამყარო და ვფიქრობ, რომ აქ რაღაცნაირი ბალანსი აუცილებელია, მე მინდა მივცე ხმა მარიამს. ძალიან დიდი მადლობა სამივეს. მე მაქვს ჩემი ხმა და განსხვავებულად მინდა კონვერტიდან ამოვიღო ეს სურათი, არაჩვეულებრივად იმუშავეთ. მადლობა თქვენ იმ არჩევანისთვის, ვისაც მიეცით თქვენი ხმა. იმიტომ რომ მუშაობის პროცესი არ მთავრდება მხოლოდ კონვერტზე. მუშაობის პროცესია ხმის მიცემაც. ჩემ ხმას ვაძლევ მანჩის და მე არ დაუბრუნდებით ჩემს კამს, უბრალოდ თქვენ პოეტი ხართ ხომ? ლექსებს წერთ. ხომ? არაჩვეულებრივთან უნდა გითხრათ. ერის დაცემა იწყება იქ, სადაც თავად ერი ივიწყებს თავის თავს. ვისი სიტყვებია? თქვენგან რატომ უფრო მეტს რატომ მოველოდი და რატომ გითხეთ რომ ხარ თუ არა პოეტი, ხარ თუ არა მწერალი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ნიჭიერი მწერალი ბრძანდებით და ცოტა უფრო მეტს მოველოდი თქვენგან ეგოისტურად რომ შევხედოთ ჩემს თავს. თქვენი პირველი ფრაზა რაც თქვით, დარტყმასთან დაკავშირებით. ეს იყო ბომბი, რომელიც აფეთქდა ჩემთვის და მერე რაც მოაყოლეთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ არაჩვეულებრივად იმუშავეთ. ასევე არაჩვეულებრივად იმუშავეთ. ეს ადამიანი არის ისეთი პიროვნება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ერის მამაც კი კონვერტში იყო ილია ჭავჭავაძე. დიახ, წიწამურთან მოკლეს ილია, დიახ, მას ჰქონდა ორატორობის ძალიან დიდი უნარი და შეწყვეტილი სიმღერა. ენა, მამული, სარწმუნოება. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მართლა სასწაულად ყველა გამოხვედით. შენ რაღაც გარკვეული აქცენტები გაქვს, ეხლა მე ძალიან მომწონს ყველა, აბსოლუტურად. მაგრამ მარიამს მხარე მინდა დაუჭირო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეში იყო მართალი. არის რაღაცა იდუმალი ინფორმაცია, რომელიც იმალება კიდევ მიღმა, რომელიც შესაძლებელია დავინახოთ, მაგრამ მას საიდუმლოდ მარიამ, მე მგონი თქვენ ვერ გამიგეთ. მე მარიამს ეგოისტურად არ მივეცი ხმა, იმიტომ რომ ის არის თვითონ მიხვდა
ის არის პოეტი და მე განსაკუთრებით მას უსმენდი და ვუყურებდი ბევრ ამაში, მედი არ გამინაწყებით და ხვდებით, რასაც ვამბობ. დაასრულეთ და ვიტყვით ჩემს აზრს. მე ჩემი გითხარით თქვენ წარმატებები, სიამოვნებით გიხილავთ ყველას შემდეგ. სწორი იყო. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ნახეთ, ნაწყენი არ ვარ. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ წერთ, არ წერთ. აქ არის უბრალოდ ერთი მომენტი. რაც არ უნდა კარგად წერდე მე, როგორი ნიჭითაც არ უნდა ვიყო დაჯილდოვებული თავად. მე მაქვს ჩემი ნათელი და ბნელი მხარეები. მე მაქვს ჩემი საიდუმლოებები. ასე რომ დიდი პატივისცემა მინდა გამოხატო ამ ადამიანის მიმართ და სხვა დანარჩენს ჩემთვის დავიტოვებ. დიდი პატივისცემა ასევე თქვენს არჩევანს, იმიტომ რომ ეს ჩემი გუნდია და ჩემი გუნდისთვის რა პრობლემაა. წარმატებას გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა წყლის სტიქიებს მონაწილეებს. მე მინდა ტახში დამიდგათ, მოდი დაუკრათ ტაჟი თქვენ. ოჩაღები ხარ გოგოებო. მინდა რომ თქვენ უფრო მკვეთრად აჩვენოთ თქვენი შესაძლებლობები. აქ ისეთი სურათი დევს, მე ვიქნები კაცრი, გრძნობ რომ თქვენ შეგიძლიათ. ჩემი აზრით ქართველია. სამხრეთი. ეგვიპტე? ეგვიპტე რატო? გადავედი სამხრეთ ნაწილში თითქოს იქაურ მიწაზე. ძალიან ბევრი შრომის მერე მიაღწია. ამ ადამიანს არ აქვს გამოვლილი მარტივი გზა. რაღაცა მცირედი ხელჩასაჭირი მაინც რომ ხონოდა, მე აუცილებლად თქვენ გამოხლებოდი. რაღაცა საბუთებთან ჰქონდა კავშირი. საბუთებთან საქმე? ხელოვნური ინტელექტს აქვს საბუთების პრობლემა? არა. საბუთების პრობლემა არ აქვს. სამხიარული ადამიანი იყო, იმიტომ რომ იუმორი ჰქონდა ძალიან კარგი. ხო, არ დაივიწყოთ. ეზოთერიკოსები ვართ ბოლოს და ბოლოს. თეატრალურში ჩვენ მსახიობები ვართ და ვთამაშობთ, თქვენც თამაშობ. არა. ხო, ამაშია საქმე. მე დავამთავრე, მადლობა. მიწის სტიქიისთვის არის საკმაოდ საინტერესო სურათი. აუძახთ. მოგესალმებით მიწის სტიქიის წარმომადგენლებო, კონვერტში არის თქვენი დავალება. ვინ იქნება პირველი? მე ვიქნები. კი ბატონო, გიორგი, ლუკა, ნათია. ნათია, გთხოვთ. ეს არის თქვენი კონვერტი. სადვართ? წამზომი ჩაირთო. მაგას ნამდვილად ვერ გეტყვი. შენ ვიყენებ ფერადუნაცა. არა, მე ვიყენებ შავს. შენ საერთოდ თვალის. კი ბატონო. ქალის ენერგეტიკა მოდის, საკმაოდ ძლიერი ხასიათის, მარცხენა მხარეს გრძნობ კივილს და მარცხენა მხარეს საერთოდ საგვარეულოს ან ქალებთან ურთიერთობას უკავშირდება, შეიძლება ცხოვრებაში ქალებთან იყო პრობლემები ან დედასთან ან საგვარეულოსთან. გარდაცვლილის ენერგია, საბუთებთან საქმე, არტეფაქტებთან, ეგვიპტე, ისეთი ინფორმაცია მოდის. ეგვიპტე რატო? რთული ცხოვრება ქონდა საკმაოდ, თითქოს ბევრი პასუხისმგებლობები ქონდა აღებული. საბუთებთან რაღაცას წერდა, ან არტეფაქტებს აგროვებდა, ან მეცნიერულ დოკუმენტებთან შეიძლება ყოფილიყო კავშირი, ან რუკებთან. ქალი, რომელსაც შეიძლება მამაკაცზე ძლიერი ენერგიები ქონოდა, ანუ მტკიცე ხასიათი. ღია ქერა თმისფერი შეიძლება ქონდეს. შინაგანად ემოციური ძალიან უბრალოდ მას არ გამოხატავდა. ნათია, კიდევ რამეს დაამატებთ? სულ ეს არის რისი თქმა შემიძლია მითავს. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. წამზომი ჩაერთო, თქვენ გაქვთ 5 წუთი. მადლობა.
ხო. ჩაკეტილი ადამიანია, დარწმუნებული ვარ. შეხება შეიძლება? შეხ. ისეთი ვიბრაცია მოდის, აი, თითქოს ბევრი სტრესი აქვს ადამიანს გამოვლილი რაღაცა, ზეწოლები, ისეთი დარტყმები. ბავშვი როცა იყო, რაღაც ესე ძალიან აბულინგებდნენ და რაღაცა ძალიან ამცირებდნენ რაღაცა ისეთი აი რასაც აკეთებდა ბავშვობიდან თითქოს არაფერს არ უფასებდნენ, ყველაფერს ესე უკარგავდნენ. აი რაღაცა თან შეფუჭილობეს, დაჭიმულობა, დაძაბულობა, ნერვიულობა, თითქოს ყველაფერი რასაც მიაღწია ძალიან დიდი სტრესის, ძალიან ბევრი შრომის მერე მიაღწია. მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ არც მეგობრები ჰყავს, არც ოჯახი. შეიძლება ოჯახი ჰყავდეს, მაგრამ ტოქსიკური ოჯახური მდგომარეობა მგონია რაღაცა დაძაბულობა. აი მგონია რომ ბავშვობიდან იზრდება დაძაბულობაში, მიდის რაღაცა ეტაპებს გადის, მე ის ვუნდება ეტაპებს გადის, რთულად გადის, ყველა ებრძვის რაღაც დონეზე, თვლის რომ საკუთარი ძალა უნდა დაამტკიცოს. ყველგან მიიჩნევს რომ აუცილებელია რომ რაღაცა ცივი იყოს, იმიტომ რომ როცა თბილი იყო, არავინ არ დაუფასა. ყველამ ზურგი აქცია, ყველა განიკითხავდა. ეტაპები გაიარა. მიაღწია ადამიანმა რაღაცას. მეც მომდის ქალის ენერგია, ძალიან მასკულინური, ესე შემდგარი, ყრივი, რომ ვინმემ რაიმე არ გაუბედოს, ვერ აკადროს. ადამიანმა რაღაცას მიაღწია, რომელსაც აბულინგებდნენ, ყოველთვის თელავდნენ, მაგრამ დღემდე აქვს ამ მიღწევების მიუხედავად დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება და რაღაცა სტრესის და დაძაბულობის შეგრძნება. მადლობა, გთხოვთ დავუთმოთ შემდეგ მონაწილეს. მადლობა თქვენ. და ერთ ძალიან საინტერესო დასკვნამდე მივდივარ. და ამას შენც გაიგებ მსვლელობის დროს მაგას. მზად ხარ? კარგი. წამზომით ჩაერთო, თქვენ გაქვთ 5 წუთი. ადამიანი გარდაცვლილია, ძალიან ისეთი სიკვდილი ქონდა ძალიან ცივი. აი მოხდა ისე რომ თვითონ ვერც გაიგო. ქალი არის სხვათა შორის. საკმაოდ განათლებული ქალი იყო, მინდა გითხრათ. და რაღაცა ხშირ საბუთებთან ქონდა კავშირი, რაღაცა აი ისეთი სამუშაო ქონდა, რომ აი ხშირად ქონდა რაღაცა ან განათლებასთან კავშირი, ან რაღაცა საბუთებთან ქონდა კავშირი. ბევრი ადამიანი მის ცხოვრებაში თითქოს გვერდით ედგა, მაგრამ გარიყული იყო. აი ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ აი ბევრი გვერი ყავდა აი ახლოსში. აი სულ რაღაცა წრეში იყო, ძალიან ცუდ წრეში იყო, მინდა გითხრათ.
ამ ქალსაც ოჯახი დაენგრა, საკმაოდ სტაბილური პიროვნება იყო. მინდა გითხრათ, საკმაოდ ფინანსურად სტაბილური იყო, მაგრამ აი ხშირად რაღაცა დაავადება ჭრიდა, რაღაცა ისეთ. ამ ადამიანზე მაგიური ზეგავლენაც იყო გაკეთებული, რომელმაც უეც არის სიკვდილი გამოიწვია. დამატებთ რამეს? თუ გაინტერესებთ რა მაგიური ზემო? მე არაფერი კითხვა არ მაქვს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ლუკა, დაამატებთ რამეს? მაგიურ ზეგავლენასთან დაკავშირებით დაამატებთ. რას დაამატებთ? მაგიური ზეგავლენა იყო ამ ადამიანზე გაკეთებული. სასაფლაოზე ქონდა გაკეთებული მაგია, რომელიც ენერგიას არტყმევდა ამ ადამიანს და ნელ-ნელა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა, ლუკა. ვისი მუშაობა მოგეწონათ უფრო მეტად და ვის მისცემთ თქვენ ხმას? ორივეს მუშაობა ჩემთვის საინტერესო იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ გიორგისი უფრო რთული იყო, რადგანაც იქ დამხმარე არანაირი საშუალება არ იყო, თქვათ, არც წყარო და არც არაფერი, მხოლოდ სანთლიდა და თავის შეგრძნებებით კითხულობდა, აქედან გამომდინარე, მინდა ჩემი ხმა შენ გამოგცე. გიორგი, ვის მისცემთ თქვენ ხმას? მინდა აღნიშნო, რომ რეალურად ჩემი ჯგუფელების მუშაობა საკმაოდ საინტერესო იყო. რთული გადაწყვეტილებაა. ალბათ ნათიას მიცემთ მაინც ხმას. რატომ? ასეთ რო საჭიროა. ლუკა, თქვენ ვის მისცემთ ხმას? ორივე ჯგუფის წევრის ნამუშევარი ძალიან მომეწონა, მინდა გითხრათ და ძალიან რთული არჩევნის წინაშე ვდგევარ. მართლა არ ვიცი, ნათიასის მომეწონა ძალიან მართლა. გიორგის მომეწონა ძალიან მართლა, მაგრამ ალბათ უფრო გიორგის მისცემ ჩემ ხმას. გიორგი, თქვენ გაქვთ ორი ხმა, ნათია თქვენ გაქვთ ერთი ხმა. ახლა ჩვენი დრო დადგა. მარიამ. მოდი გავხსნათ კონვერტი. გავხსნათ? გავხსნათ. თეატრალურ უნივერსიტეტში ჩვენ ასეთი სავარჯიშოებიც გვაქვს. ნახულობთ ნახატს და გვეუბნებიან მოყევი ნახატამდე რა ხდებოდა და გააგრძელე ნახატი როგორ გაცოცხლდეს, როგორ ამოქმედდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მაქვს ჩემი აზრის ქონის თავისუფლება ისევე როგორც თქვენ. თუმცა როდესაც თქვენ მე მთავაზობთ რომ გაქვთ ხედვა, არ გედავებით ამაში და მე ვიყავი თქვენი ერთ-ერთი გულშემატკივარი მარიამი დამეთანხმება სამივესი. კი ბატონო. მე იმის უფლებაც მაქვს რომ გავბრაზდე. ჩემი აზრით აქ ისეთი სურათი დევს რომ კი მეტყვით მასაც აქვს მისი ისტორია, მასაც აქვს სიცოცხლის უნარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვის აი ეს არაფერს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტო. კი, შეგიძლიათ მითხრათ, მას საბუთების პრობლემა აქვს, ქმარს გაშორდა, შვილები დაუხოცეს და ბევრი რამე ვისაუბროთ, მაგრამ მე ვერავინ ვერაფერს ვერ დამიმტკიცებთ. ამიტომ ამ ეტაპზე მე ვიქნები კაცრი. იმიტომ რომ მინიმუმ ერთი პატარა მისხალიც რომ მქონოდა, რომ ვინმეს ეთქვა, ან ენერგია არ მოდის, თან ახალი შექმნილია, ახალი ამობეჭდილია და ასე შემდეგ. რაღაცა მცირედი ხელჩასაჭირი მაინც რომ მქონოდა, მე აუცილებლად თქვენ გამოყვებოდით ბოლომდე. ამიტომ ჩემ ხმას დავიტოვებ მე და არ გადმოგცემთ არც ერთს. კი ბატონო, ჩავერთვები მე, თუ შეიძლება და გეტყვით ისეთ რაღაცას. ეზოთერიკა და საერთოდ ენერგეტიკა რთული ესეთი პროცესია და როდესაც ჩვენ მით უმეტეს ბევრ კამერებში მუშაობთ, ეს ძალიან რთულია. ეს არის ახალი. ცალკე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდის წევრებს, რანაირად ერთმანეთთან მიდიან ენერგიები. სხვათა შორის, როდესაც თქვენ უყურებდით ამ სურათს და ყვებოდით უბრალოდ ამ სურათის შესახებ, მე გამეღიმა. თქვენ განაც წაიკითხეთ ეს სურათი, მე უფრო პარალელები გავუშვი იმ პიროვნებასთან, რომელიც ქმნიდა ამ სურათს. ხელოვნური ინტელექტს აქვს საბუთების პრობლემა? არა.
საბუთების პრობლემა არ აქვს ხელოვნურ ინტელექტს. ჩვენი გუნდის წევრი, რომლის მიერ შექმნილია ეს სურათი, ძალიან გავს აი ამ ადამიანის ახსნას და არა ამ სურათის ახსნას. და პარალელურად მინდა გითხრათ, რომ ეს მართლა ქალბატონია და გოგოა და სავარაუდოდ ალბათ მაგიტო შექმნა ეს სურათი და როდესაც ქმნი და მითხრა, მოდი გავაკეთოთ წითურა, რომ რაღაცნაირად შენ დაგამსგავსოთ. მაგრამ შენ შეიძლება თქვა შენი სიტყვა, ხო? და რადგან უბრალოდ თქვენ ყველა აი ასეთ გახართ, მე დღეს მინდა ლუკას გადავცე ეს ამულეტი, იმიტომ კი არა, რომ მქონდეს ბალანსი და თამაში არა. ჩვენი შოუ გრძელდება და შემდეგი გადაცემიდან მე მინდა რომ თქვენ უფრო მკვეთრად აჩვენოთ თქვენი შესაძლებლობები, იმიტომ კი არა, მე ვგრძნობ რომ თქვენ შეგიძლიათ. შეიძლება რაღაც რომ რა თქმა უნდა. თქვენ თვითონვე მითხარით სწორად რომ თეატრალში გქონდათ ესეთი დავალება, როდესაც ნახატს უყურებდით და შემდეგ ამ ნახატის მიხედვით უნდა წარმოგედგინეთ, როგორ გაგრძელდებოდა თუნდაც ამ ადამიანის ცხოვრება. გთხოვთ არ დაივიწყოთ ის ფაქტი, რომ არც ერთ ჩვენგანს არ უნახავს ეს ფოტო. დიახ. ამიტომაც თუნდაც ტიპაჟი თქვენ გამოსდილი იქნებით თამაში, რომ დაინახოთ, დაახლოებით მაინც არის ზუსტად ის ტიპაჟი, რომელიც აღწერეთ. სიძლიერე, თუნდაც ლომიდან შეგვიძლია ამოვიღოთ და სახიდან გამომდინარე, ეზოთერიკოსები ვართ ბოლოს და ბოლოს, ძალიან მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანს არ აქვს გამოვლილი რაღაც მარტივი გზა, თუნდაც ინადამიანს ხალხო ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა აბსოლუტურად უისტორიო, უსულო ნახატი. რაც შეეხება იმას, რომ თქვენ მე გამახსენეთ, რაც თქვი, თეატრალურში ჩვენ მსახიობები ვართ და ვთამაშობთ, თქვენც თამაშობ? არა. ხო, ამაშია საქმე. მე დავამთავრე, მადლობა. მე მაინც ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა აჩვენოთ ნიჭი, ამიტომ წარმატებები და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ გადაცემაში უფრო მობილიზებული იქნებით. მადლობა. მარიამ, მოდროა ცეცხლი დავანთოთ და ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს რომელი კონვერტი მოუწევს? მოდი ცეცხლისთვის იყოს ეს კონვერტი. ახლა კი დროა გავეცნოთ შემდეგ სტიქიას. ცეცხლი. მუხრან, ლიკა და თორნიკე. ვინ იქნება პირველი? მე ვიქნები. კი ბატონო. წამზომი ჩაერთო, თქვენ გაქვთ 5 წუთი. მინდა ვთქვა, რომ მამაკაცის ენერგია მოდის. მეორე კიდე სამწუხაროდ გარდაცვლილი მამაკაცია. რთული ენერგიების მქონე ადამიანია. ადამიანი იყო უფრო სწორად, ანუ ცეცხლისავით იყო ეგ ადამიანი, როგორც აი ხედავთ. სანთელს ისეთი ადამიანის იყო. ძალიან ხერული ადამიანი იყო იმის მხრივ, რომ იუმორი ჰქონდა ძალიან კარგი. სულ ხუმრობებით იყო, მაგრამ გულში იყო ძალიან ნატკენი. მაგრამ он старался не показывать. კი სულ ფარავდა და სულ გიმილით იყო. ლიდერი იყო ცხოვრებით, სულ მაგის აზრს კითხულობდნენ. სიკვდილი მაგის მოხდა ძალიან უცბად. შეჯახებასავით იყო, ან ვარიაშისავით გარდაიცვალა. ანუ ქალი იყო, მაგ კაცის ძირითადი პრობლემა იმის მხრივ, რომ გულნატკენი იყო ამ ქალის გამო და ეგ ავარია ამ ქალის გამო მოხდა. ამ ადამიანს ჰქონდა ხედვა, ხედავდა сулებს, ხედავда энергией. У него были тайные знания, которыми он обладал, и этими знаниями он не делился. И из-за этого у него постоянно был дисбаланс. Он не понимал, куда деть эту энергию. Он умер в раннем возрасте, но адрагарда იცოლა. მაინც დაახლოებით რა საკითხია? ის ხლავე. დაახლოებით 38 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. სიყვარულზე იყო მონატრებული. ძალიან უნდოდა ოჯახი, ძალიან უნდოდა ბავშვები, სამწუხაროდ არ გამოვიდა. მუხრან მზად ხართ? წამზომი ჩაერთო, თქვენ გაქვთ 5 წუთი.
ენერგეტიკა მოდის მამაკაცის ორი მხარე. თითქოს ხასიათობრივად არის ისეთი, წინ მიუძღვის ლომი, მაგრამ არის რბილი, მაღალი, ისეთი თმებით. სიყვარულის ენერგია მოდის, მოთხოვნა აქვს ამ ადამიანს, ქონდა სიმშვიდის, დაფასების, თითქოს ბევრ ადამიანში იყო, ყველა იცნობს, მაგრამ გარშემორტყმულია ბევრი უაზრო კონფლიქტური სიტუაციები. გადავედი სამხრეთ ნაწილში, თითქოს იქაურ მიწაზე, ისეთ დარტყმები მოდის, სუფეხებში და მიარა, ეს რაღაცა, ამოყირავებული ნაწილი, განათებული ფარები, ბობლების ზევი. ჩემი აზრით ქართველია. ქართველი? კი ბატონო. მადლობა, ქართველი გარდაცვლილია ვთქვით, ხო? სამხრეთიდან. მადლობა. თორნიკე მზად ხართ? დიახ. წამზომი ჩაერთო, თქვენ გაქვთ 5 წუთი. ეს მოგონ მეცე. როგორი ენერგია მოდის? საინტერესოა და ძალიან მინდა რომ გვას ის აკონტროლებდა ყველაფერს, თითქოს ნულიდან დაიწყო ის სახელის შექმნა. ის გარშემო ბევრი ადამიანი მუშაობს. მაგრამ გრძნობ ზეწოლას. თბილი ადამიანი, ჩაკეტილი დადებითი პიროვნება, ძალიან კარგი ადამიანი, თითქოს რაღაც მოკავებს თითქოს. სულ ეს არის. დიდი მადლობა თორნიკე. პირველი იყავით თქვენ და ვისაძლევთ თქვენს ხმას. ძალიან რთული არის ჩემთვის ხმის მეცემა, მაგრამ სავარაუდოდ მე ავირჩევ თორნიკეს. რატომ? თორნიკემ უფრო აჩვენა თავისი თავი, ასე ვთქვათ, რიტუალის მხრივ. მუხრან, ვის გადასცემთ თქვენს ხმას? თქვენს ხმას გადავცემ ლიკას, იმიტომ რაღაც კარგად და მშვიდად და გაწონასწორებულად მუშაობდა. მე ვღელავდი, ეს დამაკო და მე რაც ქონდა მას, ეს სიმშვიდე და გაწონასწორება, ამიტომ ეს შეიძლება. კი ბატონო, კარგი. თორნიკე? მე ჩემ ხმას გადავცემ მუხრანის, რა თქმა უნდა, და თითქოს როგორც აღნიშნა, რომ ნერვიულობდა და მართლა ნერვიულობდა, აშკარად ეთყობოდა დაძაბულობა, რაც ვიცით, რომ ძალიან დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი არის ეს. მე ვთვლი, რომ ის იმსახურებს საჭებ ხმას. ანუ თქვენ დააბალანსოთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ჯგუფი და ცეცხლი ვარ, ცეცხლი და მაგ. მაგრამ თქვენ გავიწყდებათ აქ ორი ხმა. და კახაბერის ხმაც გავიწყდებოთ. კახაბერის ხმაც არის. კარგი, მარიამ. მე რადგან მიჭირავს ცოტა ჩემი ხაზი, მინდა ვთქვა, რომ ყველა გამოსვლაში მე დავინახე მართლა მიახლოვებული სიტყვები იმ ადამიანთან და პიროვნებასთან დაკავშირებით, რომელიც იყო კონვერტში. უფრო მეტად უნდა გაგეხსნათ თქვენი თავი. მუხრან, მე მომეწონა, როგორ დაიწყეთ მუშაობა სანთლებთან, მე მიყვარს, როდესაც ანტურაჟი დავარქვათ, ხო, ჩვენი ატრიბუტიკა არის ამოღებული პრაქტიკის დროს ვიყენებთ. ძალიან კარგია, მაგრამ უფრო მეტი თავდაჯერებულობა, ხო, და უფრო მეტი აქცენტი იმაზე, რასაც აკეთებთ, ხო, უფრო კარგი ჩახედვა გჭირდებათ. ლიკა, ძალიან კარგი ხართ, დასაწყისში კარგად წახვედით, მე ცოტა სადღაც
გაიფანტეთ, ეგეც არ აუშავს თორნიკე. მე მომეწონა მართლა მუშაობა, ეს იყო რაღაც სასწაული, სარიტუალო პრაქტიკა, კახაც მოიხიბლა, მინდა გითხრათ ეს უკვე ძალიან დიდი შედეგია. მე სპექტაკლი მომეწონა, თორე რაც ლაპარაკა ის. მე მომეწონა რაც თქვით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან გაიფანტეთ, ძალიან გახვედით და ძალიან დაგავიწყდოთ, რომ 5 წუთი დრო გაქვთ. მესმის ეს ყველაფერი 5 წუთში ძალიან რთულია გარკვეული პასუხის მიცემა, რადგან ადამიანი დღეს ბათუმიდან ჩამოვიდა, მე მინდა გადავცე მუხრანს ჩემი ხმა. შენი ხმა შენია, მარიამ. კარგი, ჩემი დროც დადგა, მეგობრებო, ჩემო კარგებო, მე ვიტყვი რატომ გადავცემ ამ ხმას ამ ადამიანს. აცდა მან ისაუბრა, გარდაიცვალა 38 წლის ასაკში და რეალურად გარდაიცვალა 88 წლის ასაკში. არანაირი ავარიაში არ მოყოლილა, შვიდად გაიპარა ძილში. თქვენ როდესაც საუბრობდით მის სიკვდილზე, თქვენ არ მიაქციეთ ყურადღება, თქვენ იცინოდით. ჩემი ხმა თქვენ, ახლა რატომ ვამბობ ამას? ეს ადამიანი არ არის საქართველოდან, არ არის სამხრეთიდან, ის არ არის ჩაპლინიშვილი, ის არის ჩარლი ჩაპლინი. და ამიტომ სიკვდილის დროს, როდესაც თქვენ საუბრობდით და მთელი საუბრის დროს გეცინებოდათ, ჩემთვის ეს უფრო მეტის თქველი ხო, ამიტომ ჩემი ხმა თქვენ. მადლობა. ზოგადად ხანო როცა დავინახე ტარაში, ზოგადად ტარაში როცა დავინახე, რომ სულ ემოციები ცხოვრობდა, მაგრამ მარტო სული ადამიანი იყო. ჩარლი ჩაპლინს უნდა და ოჯახია, ჩარლი ჩაპლინს 11 შვილი ყავდა. მაგრამ მარტო იყო. მარტო სული ვართ ყველა და საბოლოოდ მარტო მიდივართ ამ ცხოვრებიდან. და საკმაოდ ბევრი ქალი ყავდა, მინდა გითხრათ. წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა. დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. დღეს იყო პირველი გადაცემა. შესაბამისად, დღევანდელ დღეს არც ერთი მონაწილე არ გამოეთიშებათ. ლიდერებს ვთხოვ, რომ ერთი ნაბიჯით წინ გადმოხვიდეთ. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ლიდერების გარდა დარჩა რამდენიმე ადამიანი. სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ლიდერები ვერ გახდნენ, შემდეგ გადაცემაში მოუწევს მეტი ნერვიულობა, რადგან სწორედ ამ ადამიანებისგან ერთ-ერთი დატოვებს პროექტს. იმედია დღევანდელმა გადაცემამ გაჩვენათ ბევრი რამ, გაჩვენათ ის, რომ თქვენი ხმა ძალიან გვირადღირებულია და შეიძლება თქვენმა ხმამ თამაში წაგაგებინოთ. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ეს შეძელით, გაიარეთ ძალიან რთული გადაღების პროცესი, როგორც ეზოთერიკოსი მე ვიცი, როგორი რთულია კამერებთან მუშაობა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეკრიფავთ თქვენს მთელ ძალას და შემდეგი გადაცემიდან ააფეთქებთ აქაურობას. გისურვებთ წარმატებას, მაგრამ შემდეგი გადაცემიდან მე გაგიკვირდებათ. ვიქნები ძალიან მკაცრი. She